გამარჯობა. Ამ ვიდეოში გესაუბრებით ბავშვებზე, რომლებსაც ძალიან მცირე ასაკიდანვე ციხის კედლებში მოუწიათ ცხოვრების გატარება. კურტის და კატერინა ჯოუნსები 1999 წლის იანვარში 12 წლის კურტის ჯოუნსიმ თავის 13 წლის დასთან კატერინასთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღით მამის საყვარელი სონია ნიკოლს პეიტსი 4 გასროლით მოკლა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ და-ძმამ გაქცევა სცადა, თუმცა ამაოდ პოლიციამ ისინი მალევე დააკავა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვები მამისა და ნათესავების დახოცვასაც გეგმავდნენ მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების გამო. ბავშვების ცხოვრება ამ მომენტამდე ყოველთვის ძალადობით იყო სავსე. სასამართლომ მათ ასაკის მიუხედავად 18 წელი მიუსაჯა. პატარა კრიმინალები სასამართლოში დამნაშავედ სცნეს, თუმცა რეალურად სასამართლოში საქმე არსებითი განხილვის გარეშე წარიმართა, რის შედეგადაც მოსამართლეს არ ჰქონდა შესაძლებლობა ხედველობაში მიიღო ის სასტიკი და ძალადობრივი ცხოვრება, რომელთა გამოვლაც ბავშვებს მოუწიათ. 30 წლის ასაკში კეტრინი გაანთავისუფლეს. მან იქორწინა სამხედრო პირზე, რომელთანაც მიმოწერითი ურთიერთობა ჰქონდა ციხეში. რაც შეეხება კურტის, მან თავი ციხეს 29 წლის ასაკში დააღწია. ლიონელ ტეიტი 1999 წლის ივლისში 12 წლის ლიონელ ტეიტი 6 წლის გოგონასთან ტიფანი იუნიკისთან ერთად თამაშობდა. როდესაც ტეიტი მეორე სართულზე ავიდა, დედას უთხრა, რომ გოგონა აღარ სუნთქავდა. ბავშვი ირწმუნებოდა, რომ ტიფანის ხელი თამაშის დროს სრულიად შემთხვევით ჰკრა, რის შედეგადაც ძირს დავარდა და კიბეს თავი დაარტყა. სასამართლომ ლიონელის ჩვენებას არ დაუჯერა, რადგან გოგონას ხელზე 35 ჭრილობა აღენიშნებოდა, რაც შემთხვევითობას მთლიანად გამორიცხავს. ლიონელს საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზეს, რის შედეგადაც 3 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 17 წლის ლიონელი კვლავ შარში გაეხვა სამართალდამცავებთან და მოუწია მათთან დიდი ხნით ურთიერთობა. 19 წლის ისევ დააპატიმრეს და ამჟამად ქურდობისთვის. მაქს მიკდუგალი მაქს მიკდუგალი დედამისის კრიმინალური ქმედებების გამო ციხეში გაიზარდა. დედა ნარკოტიკული ნივთიერებების ქურდობის გამო იხდიდა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში. ქალი ჯერ კიდევ ორსულად იყო, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ამიტომ ორსულობის გარკვეული პერიოდის გატარება, მშობიარობა და ჩვილის აღზრდა ციხეში მოუწია. მაქსის დედა აცხადებს, რომ მთელი თავისი ცხოვრება ცუდ გზას ადგა და ციხეში მოხვედრა მისთვის ერთგვარი გამოფხიზლება იყო ცხოვრების სტილის შესაცვლელად. აქ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზოგადად ციხეში დედისა და ბავშვის შენახვა წელიწადში $24,000 უჯდება სახელმწიფოს, ხოლო ზრდასრულის 30,000. მერი ბელი, გაფუჭებული თესლი, ეშმაკის ნაშიერი და გოგონა მონსტრი. ასე მოიხსენიებს საზოგადოება მერი ბელის მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო. 1968 წლის გაზაფხულს ქალაქ ნიუკასლის ერთ-ერთ რაიონში რამდენიმე უბედური შემთხვევა მოხდა. 11 მაისს 3 წლის ბიჭი სახლის სახურავიდან გადმოვარდა. გადმოვარდნამდე ის 11 წლის მერი ბელისთან ერთად თამაშობდა. საბედნიეროდ ბიჭი გადარჩა, თუმცა ბევრი სერიოზული დაზიანება მიიღო. ამ შემთხვევიდან ძალიან მალე 3-6 წლის ბავშვის მშობლებმა პოლიციას საჩივრით მიმართეს. მათ განაცხადეს, რომ თამაშის დროს მერი ბელი მათ შვილებს აღშობდა. 1968 წლის 25 მაისს ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში თამაშის დროს ბავშვებმა 4 წლის მარტინ ბრაუნის გვამი იპოვეს. რამდენიმე დღეში მერი ბრაუნების სახლში მივიდა და მარტინის ნახვას ითხოვდა. მარტინის დედამ უპასუხა, რომ ის გარდაცვლილი იყო. ამაზე მერიმ მიუგო, ვიცი, მე მინდა ვნახო ის კუბოში. ამავე წლის 31 ივლისს 3 წლის ბრაიან ჰოუ უკვალოდ გაქრა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ მისი გვამი იპოვეს. უცელი მთლიანად გამოფატრული ჰქონდა, ფეხებზე კი მრავალი ჭრილობა აღენიშნებოდა. როგორც დადგინდა, ბიჭი გაგუდეს და გარეგანი დაზიანებები სიკვდილის შემდეგ მიაყენეს. ექსპერტმა დაასკვნა, რომ მკვლელი ფიზიკურად სუსტი ადამიანი იყო, შესაძლოა ბავშვიც. მალე მერი ბელი ამ ბავშვების მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლოში მან განაცხადა, რომ ის მხოლოდ იმ სიამოვნებისთვის ხოცავდა, რომელსაც მკვლელობის დროს იღებდა. მერი ბელი 1980 წელს ამნისტიის შედეგად გაანთავისუფლეს.
მან სახელი შეიცვალა და ახალი ცხოვრება დაიწყო. მერი ბელის სისასტიკისა და ულმობლობის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა მისმა აღზრდამ. დედამისმა გოგონა 17 წლის ასაკში გააჩინა. დედა ხშირად მიდიოდა, რის გამოც მარტო დარჩენილ მერის საკუთარი თავის რჩენა თვითონ უწევდა. სისხლიანი მერის ცხოვრების შესახებ 2 წიგნი დაიწერა. გიტ სერენის მერი ბელის შემთხვევა 1972 წელს და გაუჩინარებული კივილი მერი ბელის ისტორია 1980 წელი. პირველი წიგნი აღწერს იმ საშინელ დანაშაულებებს, რომლებსაც მერი ბელი ჩადიოდა. მეორე კი მის ბიოგრაფიას მოგვითხრობს. არსებობს წყაროები, რომელთა მიხედვითაც მერი ბელის შემოსავალმა წიგნის გაყიდვებით 50,000 ფუნტსაც კი მიაღწია. ანისა ვაიერი და მორგან გაიზერი 2014 წლის 31 მაისს 3-12 წლის მეგობარი გოგონა პეიტონ ლაიტნერი, ანისა ვაიერი და მორგან გაიზერი დამალობანას თამაშობდნენ ადგილობრივ პარკში. გართობა იქ დასრულდა, როდესაც ვაიერი და გაიზერი თავს დაესხდნენ ლაიტნერს და დანით მიაყენეს რამდენიმე ჭრილობა მანამ, სანამ ის გაქცევას მოახერხებდა. საბედნიეროდ დაჭრილი ბავშვი გადარჩა, ხოლო გოგონები დააპატიმრეს. მათ თავი იმით იმართლეს, რომ ისინი მეგობრის მოკლით ცდილობდნენ რაღაც გამოგონილი პერსონაჟის დამშვიდებას. ეს საზარელი პერსონაჟი, როგორც აღმოჩნდა, ფოტოშოპის შედეგი იყო. გოგონებმა დაიჟინეს, რომ მათ აუცილებლად უნდა მოეკლათ ლაიტნერი. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩხული მათ ოჯახებს ავნებდა. გოგონებს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 2017 წლამდე, რადგან ისინი საზოგადოებისთვის მეტად საშიშ პიროვნებებს წარმოადგენდნენ. ანიშა ვოლკერი. რთული ბავშვობის გამო ანიშას საკუთარი თავის რჩენა თავად უწევდა, რასაც ნარკოტიკების დახმარებით ახერხებდა. 14 წლის ასაკში გოგონამ ნარკოვაჭრობას მიჰყო ხელი. ერთ დღესაც ანიშას კლიენტთან უთანხმოება მოუვიდა და თავში ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა. მისი მდგომარეობა არც თუ ისე კარგად წავიდა. მას 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა შემდგომ მისი ასაკის გამო სასჯელი შეუმსუბუქეს. ის იძულებული იყო სხვა მსჯავრდებულებთან ერთად შეესრულებინა მძიმე სამუშაოები, როგორიცაა ქვების ძიდვა და ასე შემდეგ. რთული სამუშაოების გამო ანიშა დღესდღეობით ართრიტისგან იტანჯება, ხოლო ვოლკერი აცხადებს, მისთვის ციხეში გატარებული პირველი 10 წელი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ის გამოირჩეოდა მეამბოხეობით, რის გამოც ციხის ადმინისტრაციასთან გამუდმებით ჰქონდა პრობლემები. კრისტოფერ ჰუდი. კრისტოფერ ჰუდი ხშირად ხდებოდა ძალადობის მსხვერპლი მამამისისა და უფროსი ნათესავების მხრიდან. 11 წლის კრისტოფერი 2 გოგონას გაუპატიურების გამო დააკავეს. ციხეში ის იძულებული იყო ყოველდღე მოეყოლა ჩადენილი დანაშაულის შესახებ თანამოსაკნეების პირისპირ, რადგან ეს გამოსწორების ერთგვარ თერაპიად ითვლებოდა. როგორც კრისტოფერი აცხადებს, ყოველდღე ერთი და იმავე ამბის მოყოლამ მასში ემოციები ჩააქრო და უგრძნობ რობოტს დაემსგავსა. ახლა, როდესაც ჰუდი მიცის საკანში ყოფნისა და მარტოსულობის ფასი, ის იმედოვნებს, რომ ერთ დღეს, როდესაც გაანთავისუფლებენ, მთელ დროს უპატრონო თავშესაფარში მყოფ დაჩაგრულ ძაღლებს დაუთმობს. ჯოშ ფილიპსი. ჯოშ ფილიპსი 14 წლის იყო, როდესაც 8 წლის მედი კლიფტონი მოკლა. ამ შემთხვევამ მთელი ქვეყნის ყურადღება მიიქცია. ჯოშის შესახებ ბევრი დოკუმენტური ფილმია გადაღებული, რომლებშიც ამ ტრაგიკულ შემთხვევაზეა საუბარი. ჯოშმა თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი ციხეში გაატარა. 14 წლიდან მოყოლებული ციხე მას ერთადერთ სახლად ექცა. ერთადერთი მიზეზი თუ რატომაც არ მიუსაჯეს სიკვდილი, არის ის, რომ 16 წელს არ იყო მიღწეული დანაშაულის ჩადენის მომენტში. საკანში ჯდომისას ის გულმოდგინედ მოეკიდა სწავლას. წარმატებით გაიარა ერთ-ერთი სასწავლო პროგრამა და აიღო იურისტის დამხმარის ხარისხი. ჯოში გამუდმებით ეხმარება თავის თანასაკნელებს საჩივრების შედგენაში. საუკეთესო შემთხვევაში ჯოში 55 წლის ასაკში უნდა გამოვიდეს ციხიდან. დაზარალებული ოჯახის წევრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ჯოშმა ვერ შეძლოს ციხიდან თავის დაღწევა. ჯო ლაიგონი. ჯო ლაიგონი 15 წლის იყო, როდესაც დააპატიმრეს და 63 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 2 ადამიანის მკვლელობისთვის. ჯო ლაიგონი აცხადებს, რომ ციხეში იმდენი ხანი დაჰყო, რომ სურს დანარჩენი წლებიც აქ გაატაროს.
თუ გინახავთ ფილმი შოუშეკიდან გაქცევა, მიხვდებით მის ფსიქოლოგიას, ეგრეთ წოდებული ციხის ადამიანის შესახებ. ნეით ანდერსონი. ნეით ანდერსონი 15 წლის იყო, როდესაც თავის 29 წლის დას, ამანდას, თავში ესროლა. ბიჭმა აღიარა დანაშაული და მშობლებს პატიება სთხოვა, მათაც მიუტევეს. მართალია მშობლებმა შვილს აპატიეს, მაგრამ მათ მაინც უნდოდათ თავიანთი გოგონასთვის სამართლიანობის აღდგენა. ნეიტი 16 წლის იყო, როდესაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომლის მოხდაც ტეხასის შტატში მდებარე ერთ-ერთ ციხეში მოუწია. მანამ სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ანდერსონი იზოლირებულ ადგილას ჰყავდათ დაკავებული უსაფრთხოების მიზნით. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. ასევე ვიდეოს აღწერაში იქნება ჩემი მეორე არხის ლინკიც, რომლის არ ნახვაც 9 სახარბიელო საქციელი არ არის. ნახვამდის.